შემგზნებელი და არა ფიზიკური სხეული. ფიზიკურ სხეულს მოძრაობას კი ასრულებს. როდესაც ადამიანის სული სტოვებს სხეულს, ფიზიკურ სხეულს. ეს ფიზიკური სხეული, რომელიც აქამდე ჩვენ გვეგონა რომ აი ცოცხალი ვართო და ფიზიკური სხეული თქვათო ცოცხალიო. მაშინ გვამად გადაიქცევა. უძრავი, უგრძნობელი გვამი და თუ სასწრაფოდ არ ჩაფლა მიწაში, ისე აყოლდება რომ აუტანელი გახდება მისი გაჩერება, მასთან გაჩერება. ხომასი, მაშინს როგორ მოახერხოთ, რომ აგვეხილოს თვალი და სასმელი კი არ მიგვაშდეს ჩვენთვის მნიშვნელოვნად, არამედ ფიზიკური სხეული. ფიზიკური სხეული კი არ მიგვაშდეს ჩვენ მნიშვნელოვნად, არამედ სულიერი სხეული, რომელიც მკვდარია. ვერავითარ მოკლავს. ხმალი არ ყვეს, ცეცხლი არ იწვის, არ ბერდება, ოღონდ განიცდით აქვს მშრომელობა, შემგზნებელობა, აზროვნების უნარი და შეიძლება იყოს მიერი, ხალხში შეიძლება იყოს, შეიძლება ტანჯვაში, ჯოჯოხეთში მოხდით ვიქნებით, მარადიულ ტანჯვაში, საზიზღაც ტანჯვაში და მდგომარეობაში და ერთმანეთთან მოხდებით სასუფეველს. მაშინ ვიქნებით მარად მზარდ სიხარულში, მოხდებით ცხოვრებაში, ულამაზეს ცხოვრებაში, ულამაზეს სიცოცხლეში შევაბიჯეთ. როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ სულს მოვეგოთ, აი გონებას რო კარგავს ადამიანი და მე გამოხიზდება ხო იტყვიან მას გონს მოეგო. ზუსტად ასევე ჩვენ სულიერი შემგზნებელობა რომ დაკარგული გვაქვს, როგორც გონდაკარგული არის, გონება დაკარგული, ისე სულიერი შემგზნებადობის და ვისაც აქვს დაკარგული, ის არის სულ დაკარგული. სულს უნდა მოვეგო, სულიერ ცნობიერებას უნდა მოვეგო. ჩვენი ცნობიერება არის მისიერი, ხორციელი, ანუმოტყუებული. ჩვენ გვგონია რომ ჩვენი ფიზიკური სხეულება. ამ დროს ჩვენ სულიერები. რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის, რომ ჩვენ რეალური ხედვა მოგვეცეს და ჩვენს უკვდავ არსებას აღვიქვამდეთ და ფიზიკური სხეულის წირვარამი არ გვაღელვებდეს, არამედ მარადიული და უკვდავი რაცაა ჩვენში, იმაზე ზრუნავდეს. რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ვილოცოთ და ვიმართოთ. ქრისტეს უნდა მიყვეთ ყვარში, როგორც ის გვასწავლის. აი ეს სიბრმავე და სატანიზმიო დაიძლევა ერთადერთი მოხდებით, რომ იმასია ლოცვა და მარხონა. სხვას არაფერს გასწევთ. წარმოვალი რაში გაინტერესებს ის ბავშვად ფეხი მკრივა, ხალი მკრივა, კუჭი მკრივა, ისვი მკრივა. კიდევ გეუბნება ესეთი ფიქრები. თუ შენ მარჯვენა შენი ხელი ისე გაწუხებს, ისე აღკივდა რომ ვაი ხელი იძახე და ღმერთო აღარ იძახი და ღმერთის დიდება გაგავიზრდა. მაშინ ეს ხელი შენი მარჯვენა მკლავი გასწულებს შენ და გირჩევნოდეს, მოიყვეთ ეს მარჯვენა მკლავი და რო არ გაწუხებდეს და ღმერთის გზაზე არ გამყოლდა, გირჩევნოდეს ეს. რო შენ ხეიბარი მკლავს შეხვიდე სასუფეველში, ვინემ ვიზრუნო იმაზე რომ კლავი მოგეგოს, ჯანმრთელი კლავი მოგეგოს, ფიზიკურად ჯანმრთელი იყო, მაგრამ სულით მერე თახზე ჯოჯოხეთში. ეხი იგივეს მდგომარეობაში რომ კონდეს, ეხი მოიკვეთეო, თვალი რო გაწუხებდესო, თვალი. ამ მოიგდე შენი თვალიო, რომ არ გაბყოლებდეს მეთის გზა. ჩვენთვის კი მაინც ფიზიკური გახვდა და თავად და მეთის სადღაც გვაქვს თუ კი რაიმე ამქვეყნიური განსასწრები დავიდგა. თუმცა განსასწრები არის ყველაზე უფრო თავარი ძალა სულიერად გაუმართლებელი ადამიანი. მაგრამ ზოგიერთებს ესეც კი არ გვშვედის. ზოგიერთებისთვის ესეც კი არ არის აღმარისი. მთელი კაცობრიობა განსასწრებით არისავს პიროვნულად, ეროვნულად, მაგრამ ვერც პიროვნულად გამოვხიზდით და ვაღიარეთ ღმერთი, ვეძებეთ ღმერთში გამოსავალი და ვერც ეროვნულად შეხედეთ პიროვნებები და ერი ერთია, პიროვნებებისგან შედგება ერი. ნახეთ ჩვენს ერში არ არის საკმარისი რაოდენობა სულიერად გამოვხიზდებულ ადამიანთა, თორემ ჩვენი ერის მდგომარეობა იქნებოდა მოსწორებული თაები. ნახეთ რა სიბრმავეა ეროვნულ დონეზე, პიროვნულ დონეზე, საკაცობრიო